მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წყალმომარაგების ქსელზე უკანონო დაერთებების ფაქტები გამოვლინდა. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიების სასმელი წყლის ქსელზე უკანონო დაერთება იწვევდა წყლის დანაკარგს, წნევის ვარდნას და სასმელი წყლის გაუარესების რისკებს. კომპანიის ინფორმაციით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ რამდენიმე წყვილ კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეეზღუდა. განცხადებაში ასევე წერია, რომ კომპანიამ ობიექტებს კანონის შესაბამის რეგისტრაციისთვის ვადა 8 დეკემბრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არ შესრულდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დაუკავშირდით რამოდენიმე კომპანიას. ბენზინგასამართ სადგურ კაროილის წარმომადგენლები გვეუბნევიან, რომ წყალმომარაგების კომპანიამ მრიცხველების დაყენება მოსთხოვა. აქ ასევე გვეუბნევიან, რომ ახალქალაქში არცად არ აყენია მრიცხველები და შესაბამისად ისინი თვითნებურად ვერაფერს დააყენებდნენ. რაც შეეხება 8 დეკემბრამდე დარეგისტრირებას, კომპანიაში გვეუბნევიან ციტატა: წყალმომარაგების ფურცელი გასამართ სადგურზე 25 დეკემბერს დატოვეს და 8 დეკემბერს როგორ დაარეგისტრირებდნენ. ჩვენს კითხვას არ უპასუხეს არც კომპანია ალპენ მილკაში და არც სასტუმრო ვეგასში. ორი პირი დააკავეს საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. როგორც უწყება წერს, აღმოაჩინეს 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის არის სუნამოები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია. უწყების ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქონლის 2 ლარით დაადეკლარირეს. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე სატვირთო ავტომანქანი თურქეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაში მითითებული საქონლის უმეტესი ნაწილის ნაცვლად აღმოჩნდა 536.028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი. მათ შორის სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატორები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მე-5 ნაწილის დექვე პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 50,000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობისთვის 450,000 ლარის ოდენობის ტენდერს აცხადებს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გამარჯვებულ კომპანიას ევალება 50,000 ლარზე მეტი ოდენობის პროექტების მონიტორინგი და საექსპერტო დასკვნების დაწერა. სატენდერო დოკუმენტის თანახმად, კომპანია მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მონიტორინგი უნდა გაუწიოს. ასევე კომპანიას ევალება მიმდინარე წელს დაწყებული და მრავალწლიანი პროექტების მონიტორინგი სამუშაოების დასრულებამდე. გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამონიტორინგო სამუშაოები 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.